ირანისთვის დროის სათვლად დაწყებულია. ასეთი სათაურით გამოაქვეყნა სტატია ამერიკულმა გამოცემა პოლიტიკომ. სტატიაში 4 სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპმა 60 დღიანი ვადა დაუწესა ირანს იმისთვის, რომ მან თავის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით პროგრესს მიაღწიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში თეირანს სამხედრო შურისძიება ელის. გამოცემის თანახმად, ტრამპის წერილში ირანის ლიდერის მიმართ მოყვანილია ბოლო ვადა, რომელიც ადგენს უმაღლესი დონის შეხვედრას ომანში. ახლო აღმოსავლეთში პრეზიდენტის წარმომადგენელ სტივ უიტკოფს და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს აბას არჩაღლის შორის. ეს იქნება პირველი მნიშვნელოვანი მოლაპარაკება ვაშინგტონს და მის მთავარ აღმოსავლელ მოწინააღმდეგეს შორის მას შემდეგ, რაც ტრამპმა პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულება დაიწყო. ზოგიერთი ისრაელელი ჩინოსანი და გორები რესპუბლიკური პარტიიდან კონგრესში შიშობენ, რომ ამ მოლაპარაკებებმა შესაძლოა თეირანის წისქვილზე დაასხას წყალი, თუმცა ღიად პრეზიდენტის დიპლომატიურ ძალისხმევას ცოტა თუ გააკრიტიკებს. მათ ეშინიათ, რომ ირანი ტაქტიკურად გამოიყენებს მოლაპარაკებებს საკუთარი ძალების აღსადგენად, ან იმ პერსპექტივაზე გათვლით, რომ ტრამპი სწრაფად დიპლომატიური გამარჯვებისთვის ცუდ გარიგებას დათანხმდება. ირანის გადმოსახედიდან საქმე ეხება დროის მიზანმიმართულ ხარჯვაზე, რომელსაც ის გამოიყენებს თავისი ბირთვული პროგრამის წინსვლისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში რეპუტაციის გაუმჯობესებისთვის, განაცხადა ამერიკის დაზვერვის ყოფილმა ოფიცერმა და დღეს ატლანტიკურ საბჭოში ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსმა ჯონათან პანიკოვმა. პენტაგონის ყოფილი მაღალჩინოსანი და ისრაელში ამერიკის ყოფილი ელჩი დენი შაპირო ამბობს, რომ თუ კი შეერთებული შტატები ან ისრაელის სამხედრო მოქმედების მიმართავენ, ირანმა შესაძლოა მათ უპასუხოს. მიუხედავად ამისა, ტრამპის წერილში დათქმულმა 60 დღიანმა ვადამ შესაძლოა ირანზე წნეხი გაზარდოს და ის დათანხმდეს სასარგებლო შეთანხმებას, წერს გამოცემა. როიტერსი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკის ხელისუფლება გეგმავს გააკონტროლოს რუსული გაზპრომის გაზსადენი, რომელიც ევროპისკენ უკრაინის ტერიტორიის გავლით გადის. მათ ეს უკრაინის ხელმძღვანელობისგან მოითხოვეს. თუ კი კიევი ამას დათანხმდება, გაზსადენზე პასუხისმგებლობას აიღებს განვითარების დაფინანსების საერთაშორისო კორპორაცია, რომელიც ამერიკის მთავრობას ექვემდებარება. ეს მოთხოვნა გაჩნდა სასარგებლო წიაღისეულზე შეთანხმების პროექტში. მოლაპარაკებები ამ თემაზე ვაშინგტონში 11 აპრილს გაიმართა. წყაროს სააგენტოს ატყობინებს, რომ მხარეები ამ მოლაპარაკებების დროს ერთმანეთის მიმართ უკიდურესად მტრულად იყვნენ განწყობილნი. უახლოეს თვეებში უკრაინის არმია ჩამოიშლება, წერს გამოცემა სტრატპოლი საფრანგეთის არმიის გენერლის სიტყვებზე დაყრდნობით. ასეთ პროგნოზს აკეთებს საფრანგეთის არმიის გენერალი და საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი დომინიკ დელავარდი. მისი აზრით, ევროპა ვერ დაეხმარება უკრაინას, რომელსაც ძალა ფაქტობრივად აღარ დარჩა. ფიქრობ, ეს ავანტურა უახლოეს თვეებში დასრულდება. უკრაინის არმია ჩამოიშლება. კიევი უნდა დათანხმებულიყო რუსეთის პირობებს 2022 წლის თებერვალში და დღეს უკეთესი სიტუაცია იქნებოდა, უთხრა მან გამოცემას. დელავარდმა ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ ევროპული ჯარები უკრაინაში არ შევლენ. მეტიც, მთელი ამ ევროპული დაპირებების უკან არაფერი დგას. მაგალითად, გენერალმა მინსკის შეთანხმებები მოიყვანა და თქვა, რომ დღეს უკვე რუსეთის პრეზიდენტ პუტინს ყველა საფუძველი აქვს არ დაუშვას ევროკავშირი მოლაპარაკებების პროცესთან. ის, რაც ევროპას დააჩოქებს, ესაა მისი ეკონომიკა. ამას გარდა, ევროპულ ქვეყნებს არმიებთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ. ევროკავშირის სამხედროების შერჩევისას დიდ სირთულეებს აწყდება, დასცინა გენერალმა, რომლის თქმითაც ძალა არც ევროპას აღარ აქვს და არც უკრაინას. უკრაინაში ახალი სკანდალია. იტალიურ სახელმძღვანელოებში ყირიმი რუსეთის ნაწილადაა მოხსენიებული. ჩვენ გავაანალიზეთ 60-ზე მეტი წიგნი მეშვიდე კლასის გეოგრაფიის 2001-2024 წლების სახელმძღვანელოები, რომლებსაც ბავშვები ევროპის გეოგრაფიას სწავლობენ. ეს საშინელებაა. ჩვენ ხედავთ, როგორ იცვლება უკრაინაზე წარმოდგენა. არც ერთ სახელმძღვანელოში არ არის მითითებული, რომ საერთაშორისო კანონმდებლობა დარღვეულია და ყირიმი ანექსირებულია. 2022 წლის შემდეგ ბევრ სახელმძღვანელოში ყირიმი რუსეთის ტერიტორიადაა მოხსენიებული, წერენ უკრაინული გამოცემები. ზოგიერთ წიგნში არასწორად აღწერილი ისტორია დონბასში და ნათქვამია, თითქოს ეს უკრაინის რაღაც შიდა კონფლიქტია რუსულენოვან და უკრაინელებს შორის, ამბობს აღშფოთებით იტალიის
რუსეთ-უკრაინული ასოციაციების კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ელენა კიმი. ბელგრადში სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის პოლიტიკის მხარდამჭერი მიტინგი ჩატარდა. ადგილობრივი გამოცემების ცნობით, ვუჩიჩის მხარდაჭერ აქციაზე დასასწრება 9,000-ზე მეტი სერბი ჩავიდა კოსოვოს და მეტოქიის მხარიდან. აქცია, რომლის ლოზუნგიც იყო სერბეთი არ დაგითმობთ, მოაწყო ზეპარტიულმა მოძრაობამ ხალხისთვის და სახელმწიფოსთვის. მანამდე ვუჩიჩმა მოუწოდა ამ მოძრაობის შექმნისკენ იმ მასობრივი საპროტესტო გამოსვლების პასუხად, რომლებიც სადგურ ნოვი სადში სახურავის ჩამონგრევის ტრაგიკულ მოვლენებს მოჰყვა. პრეზიდენტის თქმით, 5 თვიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ ქვეყანა ტერორმა და შიშმა წალეკა. ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე პავლე პალისამ განაცხადა, რომ არმიაში ყველა უკრაინელი უნდა გაიწვიონ, მათ შორის ქალებიც, როგორც ეს ისრაელშია. მიუხედავად იმისა, რომ ეს განცხადება ნორმალურად არ გამოიყურება, პალისა ამტკიცებს, რომ თუკი მოქალაქეს პრეტენზია აქვს, რომ სახელმწიფოსგან მიიღოს თანამდებობა, განათლება, რაღაც დახმარება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ის ვალდებულია გააფორმოს უკრაინის არმიასთან კონტრაქტი, თუნდაც ერთწლიანი, თქვა მან. გამოცემა ექსპრესის ცნობით, ავსტრიაში უკრაინელი დევნილებისათვის განსაკუთრებული პრივილეგიების გაუქმება მოითხოვეს. ოჯახის საკითხების შესახებ მრჩეველების კონფერენციაზე ზალცბურგის გუბერნატორის მოადგილე მარლენ შვაზეკმა განგაში ატეხა. მისი თქმით, სულ უფრო და უფრო მეტი მრავალშვილიანი ბოშათა ოჯახი შედის ავსტრიაში დასავლეთ უკრაინიდან, როგორც გადაადგილებული პირი და ითხოვს სრულ სოციალურ დახმარებას. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონს, საიდანაც ისინი ავსტრიაში შედიან, ომი არ შეხებია. შვაზეკმა მოუწოდა მთავრობას სასწრაფოდ გაუქმდეს უკრაინაში გადაადგილებულ პირთა შესახებ განკარგულების მოქმედება. ზალცბურგში მრავალშვილიანი ოჯახები უმალ იღებენ ყველა სოციალურ დაფინანსებას. უკრაინელი გადაადგილებულები არ ექცევიან თავშესაფრის მინიჭებაზე კანონის მოქმედების ქვეშ, არამედ მათზე ვრცელდება განკარგულება და პირველივე დღიდან ისინი იღებენ ყველა ფინანსურ შეღავათს, მათ შორის საჯარო დახმარებას ბავშვის მოვლისთვის და სოციალურ უზრუნველყოფას. ოჯახის საქმეების მინისტრა კლაუდიოს პლაკოლმა მხარი დაუჭირა გუბერნატორის მოადგილეს, მიაჩნია, რომ უკრაინიდან გადაადგილებულ პირთა შესახებ განკარგულება სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს, თქვა პოლიტიკოსმა. მისი თქმით, ადამიანებს უკრაინიდან ახლა ზუსტად ისე უნდა მოეპყრონ, როგორც თავშესაფრის სხვა მთხოვნელებს. ზალცბურგის კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა თავშესაფრის საკითხებში ანტონ ჰოლცერმა განაცხადა, რომ გაფართოებული ოჯახები ჩავიდნენ საკარპატიიდან, ანუ დასავლეთ უკრაინიდან, სადაც ომი არ არის. ისინი 6-9 ადამიანისგან შედგებიან, უამრავი ბავშვი და ცხოვრობენ დიდ შენობაში, მათზე სრულად ზრუნავენ, იღებენ საჯარო დახმარებას და ჯიბის ფულს. გარდა ამისა, გუბერნატორის მოადგილის შვაზეკის თქმით, სკოლები მოსწავლეების მიღებას ვეღარ აუდიან. დიდი პრობლემები გვაქვს კლასების შექმნის მხრივ, სადაც ჩვენ ამ მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს ვასწავლით, მათ წერა-კითხვა არ იციან. ასეთი ვითარება მხოლოდ ზალცბურგში არ არის, სხვა მიწებზეც სულ უფრო იზრდება განცხადებების რაოდენობა მრავალშვილიანი ოჯახების მხრიდან. ქვემო ავსტრიაში ამბობენ, რომ კვირაში 30 განცხადებას იღებენ. თუკი განკარგულება გადაადგილებული პირების შესახებ არ ადაპტირდა, სულ უფრო მეტი მრავალშვილიანი ბოშათა ოჯახი შევა ავსტრიის ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მისაღებად. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, უკრაინაში 400,000-მდე ბოშა ცხოვრობს, წერს გამოცემა. ამერიკულმა გამოცემა Newsweek-მა გამოაქვეყნა რუკა, რომელზეც ნაჩვენებია თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს გეოპოლიტიკური წესრიგი ამერიკის და რუსეთის მოლაპარაკების შემდეგ, ასევე ამერიკა-ჩინეთს შორის სავაჭრო ომის გამწვავების ფონზე. გამოცემის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მსოფლიო პოლიტიკაში დღევანდელი სიტუაცია ჰგავს ახალი იალტის კონფერენციის მზადებას. საუბარია 1945 წლის ისტორიულ შეხვედრაზე, რომელზეც სახელმწიფოებმა ევროპა გავლენის სფეროდ გაიყვეს. Newsweek-ი ანალიტიკოსების აზრით, ტრამპის ადმინისტრაცია მსოფლიოს აღიქვამს სივრცეთ, სადაც დიდი სახელმწიფოები გავლენის საკუთარ ზონებს ადგენენ და ცდილობენ არ ჩაერიონ ერთმანეთის საქმეში. ამას შეიძლება შედეგად მოჰყვეს ის, რომ შეერთებული შტატები, რუსეთი და ჩინეთი ფაქტობრივად ერთმანეთში გაიყოფენ გლობალურ გავლენას.
იმავდროულად პრეზიდენტი ტრამპი ფსონსდებს ამერიკის პოზიციის გამტკიცებაზე დასავლეთ ნახევარსფეროში, რასაც გარდაულად მოჰყვება ინტერესთა კონფლიქტი. ჩინეთიდან განსაკუთრებით ლათინურ ამერიკაში და აიძულებს ამერიკის ლიდერს უარი თქვას ვალდებულებების ნაწილზე მსოფლიოს სხვა რეგიონებში. თუმცა გამოცემის აზრით, თუ კი შეერთებულ შტატებს და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევა და კომპრომისი ვერ მოიძებნება, მოსკოვის პოზიცია ახალ გეოპოლიტიკურ წესრიგში შეიძლება მნიშვნელოვნად შესუსტდეს. ამ შემთხვევაში რუსეთი კიდევ უფრო დამოკიდებული გახდება ჩინეთზე, განსაკუთრებით ვაშინგტონი პეკინით გახანგრძლივებული კონფლიქტის ფონზე, სადაც პეკინი აღმოჩნდა 155%-იანი ტარიფის წინაშე. ასეთ პირობებში ჩინეთმა შესაძლოა აირჩიოს ეკონომიკური კავშირების გამტკიცება ევროპასთან, რაც რუსეთის პოზიციებს კიდევ უფრო შეასუსტებს. ამგვარად, უახლოესი თვეები გადამწყვეტი გახდება ახალი გლობალური წესრიგის ფორმირებისთვის, რომელშიც წამყვანი სახელმწიფოები კვლავ გაიყოფენ მსოფლიოს გავლენის ზონებად.